თავიდან იწყება რაღაცა მისტიკური ელემენტით, რომ რაღაც უჩხული გამოჩნდა წყალქვეშ. კაიხანი ვერ ხვდება მკითხველიც, რომ რა შეიძლება იყოს. ყველაზე ახლოს არის ახალ ზელანდიასთან და იქიდანაც კი ათასობით კილომეტრით არის მოშორებული. წარმოდგენაც კი მეშინია მე პირადად ასეთი ადგილის. მაშინდელია National Geographic-ის წესკაცი იყო ფაქტობრივად. ზუმიდან დაწყებული კოსმოსში გაფრენა და ყველაფერი მაინც რაღაც ფორმით იწინასწარმეტყველა. ამ დიდი სიყვარულისა და ინტერესის გარეშე ტექნიკურად უბრალოდ ამას ვერ დაწერს ადამიანი. ბიჭებისთვის იწერებოდა თითქოს და ისწავლებოდა ასეთ წინე, მაგრამ გოგოებიც ეპარებოდნენ წასაკითხათო. აი სოდნა რაც მეცნიერებაში იყო დაგროვებული, ვიღაცას უნდა მიეტანა საზოგადოებამდე. ესეც მან შემოიტანა ლიტერატურაში. ხოდაშორის შურდათ მათ ჟიულ ვერნისა და აშკარად მისი სიმპათიები ყოველთვის არის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულების მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ საერთოდ არ იყო დიდი მოგზაური ჟიულ ვერნი, რამდენჯერმე აქვს დატოვებული სულ საფრანგეთში. არანაირი ChatGPT არ ქონდა, რომ რამე ეკითხა. და ყველაფერი ხდება აი მის გარშემო 57 პარალელზე. და გაქცევის იდეას არ ივიწყებს. ესეც მნიშვნელოვანი იდეა ლიტერატურაში. იმის თვალსაჩინოშიც კი მოხდა საქართველოს და ხვამლისთაც კი აქვს ნახსენები. ბავშვებს, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, გაზრდილებს უკვე, ვისაც ბავშვობის გახსენება უყვარს. რაღაცნაირად არ მინდა რომ მივიწყებული იქნას ეს ავტორი. ჟიულ ვერნის 80,000 კილომეტრი წყლის ქვეშ